იღუმენი ნიკონი, ღმერთისგან მიმავალი გზა. ანტონის ხრაპოვიცკის თხზულებების მეორე ტომში საინტერესო სტატია ქადაგების შესახებ. როგორ უნდა იყოს იგი? უფრო სწორად, როგორი უნდა იყოს ქადაგებელი. იქვეა საუბარი სამოძღვრო ღვთისმეტყველებაზე. ასევე საინტერესოა სტატია დოსტოევსკიზე. თუ დრო გექნა, გადახედე. თქვენთვის და მასწავლებლებისთვის ძალზე საგულისხმო წერილებია. პირველი ტომი არ მაქვს. ხომ არ შეიძლება, რომ წასაკითხად ჩამომიტანო. ან იქნებ სადმე იყიდებოდეს კიდეც. დღეს ზიანი ამინდია. თითქმის სიჩუმეცა. მშვიდობა შეინარჩუნე შენს შიგნით. მერე კი მოყვასთანაც. ყველა გებრალებოდეს, რადგან ყველა ერთი სენითაა ასნეული. უფალს განეშორნენ და მტრის გავლენის ქვეშ მოექცნენ. ხოლო თუ ვისზე და რა გავლენას ახდენს ეშმაკი, ეს აღარ არის არსებითი. თავარია გააცნობიერო შენ სათხარ და სწორი გზითიარო. ჯანმრთელად იყავი საყვარელო, მარადის დაგიცვას და გაკურთხოს უფალმა. მადლობას გიხდის წერილისა და მოლოცვისათვის. დედა ვალენტინას შესახებ მეგწერდით და ეს კარგად მახსოვს, რომ იგი 1957 წლის შენდობის კვირას გარდაიცვალა. მთელ სახლში მარიშა და კატია დარჩნენ. ორივე ავადმყოფოს და შრომის, სნეულებებისა და ვნებების უღელს ეწევა. გარეგანი მოღვაწეობის სულისკვეთებით აღიზარდა. შინაგანი კი თუ არ ცდები, მისთვის უკანა პლანზე დგას, ეტყობა არ იცის როგორ გამოიყენოს სწორად სიტყვები. შაბათი კაცისათვის დაიბადა და არა კაცი შაბათისათვის. სულიერი მოღვაწეობა განუზომლად მაღლა დგას ხორციელზე, მაგრამ სულიერი მოღვაწეობისთვის ხორციელი ძალებია საჭირო. თორემ ყველაფერი ლოცვაც კი დორეთ წავა. უმჯობესია ყოვლითა ძალითა ჩვენითა ვილოცოთ ან გულის სიტყვებს ვერ ბრძოლოთ და ხორცი ვჭამოთ, ვიდრე ზოზინით ვიარსებოთ და თავი მოღვაწე გვეგონოს. ყველა ხორციელი საქმე შინაგან მოღვაწეობას უნდა შეეწეოდეს, ხოლო თუ კი ხელს უშლის, ასეთი საქმე ეშმაკისგანაა. ეს ხომ სრულიად აშკარაა. 1959 წლის 26 მაისი.